Regolare, attenzione, solo Calazze, tiro, საფეხბურთო 4 ნომერი ახლა 4 ოქტომბრის გამარჯვებისთვის ემზადება. მას შემდეგ რაც მისი საფეხბურთო კარიერა პოლიტიკურმა ჩაანაცვლა, კახაკალაძე პოლიტიკურ გამარჯვებებს ითვლის. პირველად მაშინ, როცა ქართული ოცნების რიგებში გამოჩნდა. ეს შემთხვევით უჩვეულო ამპლუაში ვარ, მაგრამ ვფიქრობ ზუსტად დღეს უნდა დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. პირველ პოლიტიკურ ტრიბუნასთან სანაკრებო კარიერის დასასრულიც გამოაცხადა. მართლა ძალიან მიჭირს საუბარი, მეგობრებო, რადგან 15 წლის მანძილზე 83 მატჩი ჩავატარე ეროვნულ ნაკრებში. აქედან ყველაზე დასანანი იყო ერთი მატჩი, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. მართალია წლების წინ ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს. და ძალიან კარგი იქნება თუ ის ადამიანებიც მოიხდიან ბოდიშს, რომლებიც არაერთი თამაშით, არამედ რეალურად მთელი თავიანთი ცხოვრება ავტოგოლებით მოდიან და ავტოგოლები მოაქვთ ჩვენი ქვეყნისთვის. დაიწყო იმით, რომ გახდა ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი. პარტიულ სიას სათავეშიც ჩაუდგა და მერვე მოწვევის პარლამენტში სადეპუტატო მანდატიც მოიპოვა, თუმცა ეს მანდატი 2 კვირაში ენერგეტიკის ministris პორტფელზე გაცვალა. ასე იყო 2016 წელსაც. თავარი მიზანი დამოცანა არის, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოეს მომავალ წლების განმავლობაში ელექტროენერგიის დასაზრისით გავხადოთ დამოუკიდებელი. 2017 წელს კი ახალი მიზანი დაისახა. პოლიტიკური გზა საბაგიროთი გააგრძელა და მაშინაც მთაწმინდიდან თქვა, რომ ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო წარდგენილი თბილისის მერის პოსტზე. თბილისის მერობაზე პირველი განაცხადის შემდეგ იყო მეორეც. კახაკალაძე თბილისელების ნდობის მოპოვებას ახლა უკვე მესამედ შეეცდება. ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. თბილისი კვლავ გაიმარჯვებს. ამაში მისი თანაგუნდელებიც დარწმუნებული არიან. ქართულ ოცნებაში კახაკალაძის მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობენ და უალტერნატივო კანდიდატს უწოდებენ. ამბობენ, რომ მან მძიმე მემკვიდრეობა ჩაიბარა და თბილისი ევროპული სტანდარტების დედაქალაქად აქცია. ჩვენ თითქოს არ გვახსოვთ ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც თუნდაც კომუნიკაციებს ახასიათებდა, პრაქტიკულად მომსპარი იყო და მემკვიდრეობით უმძიმესი სურათი მივიღეთ. ეს ქალაქი გახდა ერთ-ერთი გამორჩეული თავის სილამაზით და კომფორტით ევროპულ დედაქალაქებს შორის. არის უშუალებელი სოციალური პროგრამები, რომელიც კეთდება და კარგია თუ მთელ ქვეყანაში გვექნება რესურსი, გავაკეთოთ იგივე, რასაც თბილისი აკეთებს თბილისელებისათვის და არც ის დაგვაუწყდეს, რომ თბილისში მოსახლეობის უდიდესი რაოდენობა არის თავმოყრილი. უკეთესად და უკეთესად ხდება ამ ქალაქის კეთილმოწყობა, დამშვენება და ეს უამრავ რამეში გამოიხატება. არა მარტო საგზაო ინფრასტრუქტურა, არამედ სატრანსპორტო პოლიტიკა, მწვანე პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი ავტობუსები დაღიჭურა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ მეტროს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, მუდმივი განახლება მიმდინარეობს. კახაკალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მთელი მისი ცხოვრება წარმატებასთან ასოცირდება და ეს წარმატება მას ძალიან დიდი შრომის ფასად უჯდება. და ჩვენ ხედავთ თბილისი თუ როგორი დედაქალაქია დღეს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ევროპული სტანდარტების დედაქალაქი. ძალიან დიდი სამუშაო გაწია ბატონმა კახიმ თავის გუნდთან ერთად და რა თქმა უნდა მომავალი 4 წლის განმავლობაშიც იგი გააგრძელებს ამ სამუშაოს. განსაკუთრებით გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტები. კახაკალაძის მერობის პერიოდს 1754 ქუჩისა და გამზირის, 2588 პარკისა და სკვერის და 375 ჰექტარი რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რეაბილიტაცია. ახალი ესტაკადებისა და ხიდების მშენებლობა. 700-მდე ავარიული კორპუსის გამაგრება უკავშირდება. აღნიშნავენ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკასაც, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს ახალი სტანდარტების ავტობუსები და განახლებული მეტროს სადგურები აქვს და სოციალური პროექტებიც, რომელიც ათასობით დაფინანსებულ მკურნალობას და სტუდენტს ითვლის.